მოგესალმებით, თქვენ უყურებთ GeoTeam-ის YouTube-ს და უყურებთ მორიგი ეპიზოდს ქართული ფეხბურთის შესახებ ანტალიის წინასაზონო შეკრები და გადამოვინაცვლეთ კვიპროსში, სადაც ქუთაისის ტორპედოს შეკრებას ვესტუმრეთ და ჩვენ აუცილებლად უნდა გადაგვეღოს სიუჟეტი ქუთაისის ტორპედოზე, გუნდზე, რომელიც გულშემატკივრებით ძალიან ელოდებოდნენ ჩვენს აქ ჩამოსვლას და ისინი ელოდებიან სიახლეებს ამ გუნდის შესახებ, ტრანსფერებს, ჩვენ ამის შესახებ მომზადეთ სიუჟეტი, მანამ სანამ დაიწყებთ ამ ვიდეოს ყურებას, გთხოვთ გამოიწეროთ GeoTeam-ის YouTube არხი, მოიწონოთ ეს ვიდეო და ჩაუჯექით ქუთაისის ტორპედო GeoTeam-ის YouTube არხზე. წავედით. მოგესალმებით, ბატონო დირკ, სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა. ეს ჩვენი მეორე შეხვედრაა, პირველი იყო საქართველოში, ახლა ვიმყოფებით კვიპროსში, წინასასეზონო შეკრება. რამდენად კმაყოფილი ხართ პროცესებით? ამ მომენტისთვის ძალიან კმაყოფილი ვარ. როგორც არსებული პირობებით, ისე იმით, რაც დაგვხვდა. მომზადების პირველი ეტაპი ქუთაისში გავიარეთ. იქ კარგი პირობები ჰქონდა. ამინდის მხრივაც ყველაფერი რიგზე იყო. საკმაოდ ადრე გადავწყვიტეთ მოსამზადებელი შეკრების კვიპროსზე გავლა. განსაკუთრებით კლიმატური პირობების გამო. აქ წელიწადში 300-ზე მეტი მზიანი დღეა და კარგი ბალახის მოედნებია. ჩემი ასისტენტი საშა ფრანცი და მე თბილისის დინამოსთან მატჩის შემდეგ პირდაპირ აქ გამოფრინდით. ადგილზე გავეცანით პირობებს. მოგვეწონა და მალევე გადავწყვიტეთ, რომ შეკრება აქ გაგვეულა. მადლობა ინტერესისთვის და ჩემთვის სასიამოვნოა პირველი ოფიციალური ინტერვიუს ჩაწერა. ნამდვილად დიდი მოლოდინით ვართ იქიდან გამომდინარე, რომ მე მგონი ძალიან ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა. კარგ გარემოში შევარჩიეთ ისეთი გუნდების ასპარინგოდ, რომლებსაც განსხვავებული თამაშის სტილი და ინტენსივობა აქვთ. აქედან გამომდინარე, მე მგონი ძალიან საინტერესოდ წავმართეთ ეს პერიოდი. როგორც მთავარი მწვრთნელი, ისე ფეხბურთელებით, მე რა ინფორმაციაც მაქვს, მაყოფილები არიან და ეს არის კარგი წინაპირობა იმისთვის, რომ მართლაც წარმატებული სეზონი გქონდეს. ძალიან რთულ სეზონს ველოდები, რადგან ვფიქრობ, რომ ეროვნულმა ლიგამ ხარისხობრივად მოუმატა დაწინაურებული გუნდების, რუსთავის, სპაერის და მეშახტეს ხარჯზე. ჩვენ თავად გქონდა მცირე სიამონება გვეთამაშა სპაერის წინააღმდეგ სუპერთასზე, სადაც ნახევარფინალში პენალტების სერიაში დავმარცხდით. ამ გუნდმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ჩვენს წინააღმდეგ ძალიან კარგი ფეხბურთი ითამაშა. თუ ეს გუნდი მხოლოდ მეორე ადგილზე გავიდა, ესე იგი რუსთავი როგორც პირველ ადგილოსანი კიდევ უფრო უკეთესი უნდა იყოს. რელეგაციაში კი ორივე მეორე ლიგის გუნდმა გამოაგდო უმაღლესი ლიგის გუნდები. ასე რომ ვფიქრობ, ყველა გუნდისთვის ძალიან მძიმე და რთული სეზონი იქნება. თუმცა ჩვენ გსურს შარშანდელი სატურნირო პოზიცია გავაუმჯობესოთ. სანამ ვისაუბროთ მომავალზე, მინდა ვისაუბროთ წინა სეზონზე, მესამე ადგილი გუნდი ტიტულის გარეშე დარჩა. თქვენი აზრით, რატომ მოხდა ეს ყველაფერი? რა იყო წარუმატებელი სეზონის მიზეზი? ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ გუნდს გვიან შევუერთდით. მხოლოდ ესპანეთის ესტეპანას შეკრებაზე. შესაბამისად, ცოტა დრო ჰქონდა ყველაფერთან შესაგვებლად და ლიგის კარგად გასაცნობად. მიუხედავად იმისა, რომ სამწვრთნელო შტაბიდან ბევრი დაგვეხმარა. ჩვენ პირველ მეოთხედში მაინც გაგვიჭირდა. 9 თამაშში მხოლოდ 9 ქულა ავიღეთ, რაც ძალიან ცოტა იყო. შემდეგ სიტუაციის გამოსწორება შევძელით. ზაფხულში 5 ფეხბურთელით გავძლიერდით. რის შემდეგაც სეზონის ბოლომდე მხოლოდ 2 მატჩი წავაგეთ და ორივე გორთან. ყველა სხვა თამაში მოვიგეთ ან ფრედ დავასრულეთ. თუმცა ზედა პოზიციებისთვის ბრძოლის შანსი აღარ ჰქონდა. რადგან პირველი ნახევრის ცუდი შედეგების გამო იბერია და გორი უკვე ძალიან წინ იყვნენ. სეზონის პირველ ნახევარში გუნდში ინტენსივობისა და მენტალიტეტის პრობლემებიც ჰქონდა. ეს შევცვალეთ, გამოვასწორეთ და შესაბამისად მეორე ნახევარში უკეთესი ფეხბურთი ვითამაშეთ. და კარგი შედეგებიც ჰქონდა. 2026 წელს რა მიზანი დაუსახეთ გუნდს, ალბათ დირკ შუშტესთანაც გექნებოდათ პირადი საუბარი და ბორდმა რა დასახა აუცილებლად მიზნად, რომელიც 2026 წელს შესრულდეს, რომ წარმატებულ სეზონად ჩათვალოთ. მე ეს იცით რომ მე-5 წელი მექნება, ასე ვთქვათ, ტორპედოსთან, აქედან გამომდინარე გულშემატკივარსაც დავფედი, რომ 5 წლის განმავლობაში რაღაც ხელშესაღები, სერიოზული წინსვლა და წარმატება უნდა გქონოდა. ამიტომ მოლოდინი მაქსიმალურია, გულშემატკივრი წელის ჩვენგან, რომ ყველა ტურნირზე ვიბრძოლებთ მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებებისთვის, ყველა თამაშში მოსაგებად გავალთ და ვეცდებით, რომ მაქსიმალური შედეგი იყოს ყველა მიმართულებით. აი ამ შემადგენლობით რამდენად რეალურად ხედავთ ამ ყველაფერს, რაც აი ამ წამს
არის? ხო, ანუ თავარი და პოზიტიური ის არის, რომ გუნდი ამ შემადგენლობით უკვე საკმაოდ დიდხანს ერთად თამაშობს. აქედან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ უკეთ გაიცნეს ერთმანეთი, თან ძალიან კარგი მოსამზადებელი წინა სასეზონო პერიოდი გქონდა. შესაბამისად უკეთეს შეთამაშებაც გვაქვს, იცით რომ სადღაც ზაფხულში ჩვენ ფიზმომზადების ახალი გერმანელი მწვრთნელი ჩამოვიყვანეთ. ყველა პარამეტრი ფიზიკური მომზადების და კონდიციების მხრივ არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული, ბოლო 2 თვეშიც კი არის მნიშვნელოვანი წინსვლა და ჩვენ გვჯერა რომ თითოეული ფეხბურთელის, მოდი ესე ვთქვათ, საუკეთესო ვერსია მივიღეთ. გასული სეზონი, ესე რომ ვთქვათ, ალბათ თქვენს დამეთანხმებით გუნდისთვის ჩავარდა მესამე ადგილი და ტიტულის გარეშე დარჩენა დარწმუნებულად თქვენ მიზნებში არ შედიოდა. ნამდვილად არ ველოდით ეგეთ შედეგს, მეც ძალიან გაკვირვებული ვარ. ალბათ სეზონის შემდეგ დასხედით და შეაჯამეთ რაღაცებზე ისაუბრეთ, კითხვები დასვით, მიიღეთ პასუხები საკუთარი თავისგან, გარემომცველი პირებისგან. თქვენს და რა იყო ამის მიზეზი, რა შეფასდა, რა მიზეზი იყო საბოლოო, რომ თქვენ თქვა ეს სეზონი ამის გამო ჩაგვიარა. ალბათ უფრო ადაპტაციის პერიოდი იყო ახალი სამწვრთნელო გუნდის გარემოსთან, ჩვენი შეთამაშებაც აღმოჩნდა, რომ გარკვეულ დროს საჭიროებდა უგულისხმობ მენეჯმენტს და სამწვრთნელო გუნდს. ასევე იცით, რომ ჩვენ გუნდი მწვრთნელებთან თანამშრომლობით, მაგრამ პრინციპში მათი ჩართულობის გარეშე დავაკომპლექტეთ ჩარშან იანვარში და ისე მოხდა, რომ ის ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენ შევარჩიეთ და ვფიქრობდით, რომ რეალურად იმ სათამაშო სტილს მოერგებოდნენ, რომელიც ტორპედოს უნდა ეთამაშა, ბოლომდე სწორი გათვლა არ იყო. შესაბამისად, მოგვიწია სეზონის განმავლობაში გადაწყობა. 6 ფეხბურთელი მოვიდა და ხა თქვენ თავად ხვდებით, რომ როცა 6 ფეხბურთელის მოსვლაზეა საუბარი, ფაქტიურად ძირითადი შემადგენლობის მნიშვნელოვანი ნაწილი განახლდა. აუცი დაწყებული დაცვის და შუახაზით ფაქტიურად გუნდი 80%-ით შეიცვალა. როცა ჩვენ საუბრობთ წინა სეზონზე, თქვენ ამდენჯერ მიახსენეთ, რომ გუნდს სეზონის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შეუერთით, ანუ გვიან. ახლა სეზონის დაწყებისთანავე გუნდთან ერთად ხართ. რა შეიძლება იყოს განსხვავება, როდესაც გიმარტივებთ ეს ყველაფერი პროცესებს? ახლა ყველაფერი გაცილებით ადვილია. ვიცნობთ თითოეულ მოთამაშეს. უკეთ ვიცნობთ ქართულ ლიგას, მეტოქეებს და მათ სისტემებს. ვიცით რა სჭირდებათ ჩვენს ფეხბურთელებს. ზოგს მოფერება უნდა. ზოგს კი ქართულად რომ ვთქვათ პანჩური. რათა ინდივიდუალურად უფრო სწორად მივუდგეთ მათ. სამწვრთნელო შტაბშიც გავიზარდეთ. დავიმატეთ შესანიშნავი ფიტნეს მწვრთნელი კრის იასტრჟემსკი. ანზორის სახით კი შემოგვიერთდა ანალიტიკოსი და ასისტენტი, რომელსაც დიდი ცოდნა და კარგი კავშირები აქვს. იცნობს ყველა ფეხბურთელს და ძალიან ღირებულ ინფორმაციას გვაწვდის. ყველანი უფრო მეტად შევიკარით. ახლა ისე ჩანს, რომ მართლაც კარგი ჯგუფი ვართ. როგორც გუნდი, ისე პერსონალი და მწვრთნელები. ფიქრობ სწორ გზაზე ვართ. ზოგიერთმა მოთამაშემ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა წინ. მაგალითად ალეკო ბასილაძემ, რომელიც 1 წლის წინ გუნდში დიდ როლს არ თამაშობდა, რადგან დაცვაში ბევრ შეცდომას უშვებდა. მან ეს შეცდომები ნელ-ნელა აღმოფხვრა. ბევრი ისწავლა. აქვს კარგი შემტევი უნარები. არის სწრაფი, სახიფათო და ეს დაამტკიცა კიდეც. ასე აქვს სურს მთლიანად გუნდის გაუმჯობესება და თითოეული ფეხბურთელის წინსვლა. ახალი სეზონისთვის ტორპედო ტრანსფერები საკმაოდ პასიურობს. უფრო მეტი ფეხბურთელი წავიდა ამ მომენტისთვის, როცა ამ ინტერვიუს წერთ, ვიდრე მოვიდნენ. და რა არის ამის მიზეზი? ვისაც მენეჯმენტი თავაზობთ, თქვენ თვითონ არ მოგწონთ თუ შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტ აქტიურობას მოითხოვთ ხელმძღვანელობისგან? ყველანი ძალიან აქტიურები ვართ. სატრანსფერო ბაზარი ცოტა შეიცვალა. ევროპაში ბევრი ფანჯარა დაიხურა. საქართველოში კი ტრანსფერები ისევ შესაძლებელია. რამდენიმე მოლაპარაკება გვაქვს. თვალები კი ღია გვაქვს ფართოდ. ჩვენ კიდევ გავძლიერდებით. ამ საკითხში აქტიურები ვართ. მაგრამ ჩვენი კრედოა ხარისხი და არა სიჩქარე. მხოლოდ შემადგენლობის შესავსებად ფეხბურთელების მოყვანას აზრი არ აქვს. ჩვენ გვინდა ისეთი მოთამაშეები,
რომლებიც ჩვენს პროფილში ჯდებიან და გუნდს დაუყოვნებლივ დაეხმარებიან, რათა დაკარგული ხარისხი მინიმუმ 1 ერთში ავინაზღაუროთ. საქართველოში სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და ჩვენ აუცილებლად დავიმატებთ კიდევ ვინმეს. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენი არხის წარმომადგენელი კომპანია აჭარაბეთი, რომელიც გვეხმარება, რომ მიმოგზაუროთ მსგავს ადგილებში და გადავღოთ საინტერესო სიუჟეტები და ვიდეოები თქვენთვის. მადლობა აჭარაბას ჩვენი გვერდში დგომისთვის. როცა დავაანონსე, რომ კვიპროსში ჩავიდოდი ტორპედო შეკრებაზე, ალბათ ყველაზე მეტი შესაძლო კითხვა, რაც ალბათ უნდათ გულშემატკივრს რომ მოისმენთ, ის იქნება, რასაც ახლა დავსვამ. ამ მომენტისთვის გუნდიდან უფრო მეტი ფეხბურთელი წავიდა ახალი სეზონისთვის, რომ მოვიდნენ. და თითქოს პასიური სატრანსფერო ფანჯარა, პასიური მხრივ რა მოლოდინიც გულშემატკივარს აქვს სატრანსფერო ფანჯარასთან დაკავშირებით. რა არის ამის მიზეზი, რომ ჯერ საკმაოდ ცოტა ახალწეულია გუნდში? ხო, აი უკვე შეიძლება წინა პასუხში ნაწილობრივ მიიღეთ ამ კითხვაზე პასუხი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ფეხბურთელები მოვიყვანეთ ზაფხულში და პრინციპში ჰქონდათ ფეხბურთელების სიჭარბე. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ხანდახან ბევრი კარგი ფეხბურთელის ყოლა არ ნიშნავს ავტომატურად შედეგს. ანუ ჩვენ ყავდა ერთ პოზიციაზე და ყავს ეხაც რამდენიმე ფეხბურთელი, გვაქვს დიდი არჩევანი, ყავს ბევრი ფეხბურთელი განათხოვრებული. ეხლა არის სწორად ის მომენტი, როცა ვაანალიზებთ, რა გვჭირდება შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. ვიცი რომ ბევრი გულშემატკივრის მოსაზრება იყო, რომ არასწორი გადაწყვეტილება იყო მაგალითად ბიორნ იონსენის გაშვება. და ალბათ თქვენც გესიამოვნებათ თუ ამას უფრო დეტალურად დავხსნი. რა თქმა უნდა, იყო ეს კითხვა. ხო, ძალიან მარტივად რო ვთქვათ, იცით რომ შარშან იანვარშიც ბიორნი ვთხოვა და გაუშვით და შესაბამისად ფიქრობდით რომ გუნდს უნდა ბიორნის გარშე გაეგზელებინა თამაში. თუმცა მწვრთნელების თხოვნა იყო რომ ის დაგვებრუნებინა, იქიდან გამომდინარე რომ ისინი ტორპედოს ბიორნთან ერთად უკეთესად ხედავდნენ. და მაგ ტიპის ფეხბურთელი მათთვის იყო სასურველი გუნდში. ამ გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა ჩვენ დავეთანხმეთ, ბიორნთან მოლაპარაკება აღვადგინეთ და დავაბრუნეთ და შესაბამისად ეს სეზონიც, პირადად ბიორნისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, ყველამ დაინახა, რომ ეს გადაწყვეტილება შესაძლებელია სწორიც ყოფილიყო. თუმცა იგივე გულშემატკივრის, ალბათ რომელიც მაგ კითხვას სვამს, რატო გაუშვით ბიორნ იონსენი, მოთხოვნა იყო, რომ ტორპედოს განსხვავებული ფეხბურთი ეთამაშა, უფრო სანახაობრივი, უფრო მრავალფეროვანი და არ ყოფილიყო თუნდაც პრაგმატულ, მაგრამ ბიორნ იონსენზე მორგებულ ფეხბურთზე აწყობილი. ბუნებრივია, როცა გვინდა სანახაობრივი ფეხბურთი, გვინდა უფრო მრავალფეროვანი, პირველ რიგში შემტევი ფეხბურთი, ამ შემთხვევაში გარკვეული ცვლილებები საჭიროა. ერთ-ერთი მათგანი, ვინც ეს უნდა შეძლოს, არის სწორედ გიორგი არაბიძე და არ ვიცი თუ გულშემატკივარი დააკვირდა, ბიორნ იონსენი მაშინ ათამაშდა, როცა გუნდი გიორგი არაბიძემ დატოვა. მაშინ გადაეწყო გუნდი უკვე სხვა სტილზე და შესაბამისად გამოკვეთილ ცენტრალურ თავდამსხმელზე ისეთი ტიპისი, როგორიც იყო ბიორნ იონსენი. შესაბამისად გიორგი არაბიძე დაბრუნდა და თქვენ წარმოიდგენთ პირველი ვინც მიხვდა რომ გუნდიდან უნდა წასულიყო, თავად იონსენი იყო და ჩვენ შორის ძალიან გულწრფელი საუბარი წარიმართა და იმის გათვალისწინებით რომ ჩვენ განსხვავებული ტიპის ტორპედო გვინდა, ეს გადაწყვეტილება იმედია რომ სწორია და ამას სეზონის ბოლოს დავინახოთ. ის თუ ვინ იქნებოდა ბიორნ იონსენის ჩამნაცვლებელი, მე მგონი გულშემატკივარმა ძალიან კარგად იცის, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ზაფხულში კომნან ანდრიჩი მოვიდა გუნდში, რომელიც განსხვავებული სტილის ცენტრალური თავდამსხმელია და შესაბამისად ჩვენ წარმოდგენაში უფრო კარგად ერგება ტორპედოს ხვალინდელ დღეს. ანუ ესე რომ ვთქვათ, გუნდის ინტერესთან გამომდინარე, არაბიძის და იონსენის ერთად ყვა გუნდში სირთულეებს უკავშირდებოდა. არა, სირთულეს არ ვიტყვი, უბრალოდ როცა გუნდში არაბიძისნაირი ფეხბურთელია, მოდი ესე ვთქვათ და თან არაბიძისნაირი კიდევ ჩვენ, მოდი ესე ვთქვათ, კრეატიული და მრავალფეროვანი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი ყავს. თუნდაც რა ვიცი, იგივე გიორგი კოხრეიძე, იგივე ფილიპე პირესი, ხო? ანუ ამ შემთხვევაში ეს განაპირობებს უფრო განსხვავებული ტიპის თამაშს და შესაბამისად დაწყებული, რა ვიცი, შექმნითი აქტივობებით, ანუ როგორ ვითარდება შეტევა, არ ვართ, თქვათ, მონოტონურ, ერთგვაროვან სტილზე დამოკიდებული, როცა გრძელი გადაცემით ვეძებდით ბიორნ იონსენს, ის აგდებდა თავით და შესაბამისად მე მეორე ტალღით პრაგმატულად საკუთარი საჯარიმოსთვის უსაფრთხოდ, მაგრამ არც თუ განსაკუთრებით სანახაობრივად გულშემატკივრისთვის წარიმართებოდა ხოლმე ტორპედოს შეტევები. ისე არ გაიგოთ თითქოს რა თქმა უნდა ჩვენ გაუმჯობესებაზე არ ვფიქრობთ,
ბუნებრივია ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლებელია შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად გვჭირდებოდეს ჩვენ თვისობრივად უფრო ძლიერი ფეხბურთელების მოყვანა. ამის მცდელობაც გქონდა თქვენც კარგად იცით, იმიტომ რომ გააჟღერეთ ერთ-ერთი ფეხბურთელის ტრანსფერი, ჰეიდონ როჯერსია საუბარი, რაც ფაქტიურად დასრულებული იყო იმ მომენტისთვის, ეს რომ არანაირი წყრომის საფუძველი თქვენს მიმართ არ მაქვს და ამავდროულად მასთან ერთად კიდე იყო ერთი ვოტფორდის ფეხბურთელის და ერთი ევერტონის ფეხბურთელის ტრანსფერზე საუბარი. ანუ ჩვენ ვფიქრობდით, რომ ინგლისური დაცვის ხაზით ტორპედო უფრო საინტერესო იქნებოდა წელს. თუმცა მოდი ვთქვათ ესე, რომ აღმოჩნდა, რომ საქართველოს ჩემპიონატი სულ ბოლო მომენტში მათ გააცნობიერეს, რომ არ იქნებოდა საკმარისად ძლიერი მათთვის და ჯერ ვერ დაინახეს თავისი ადგილი ტორპედოში. ანალოგიურად ეხაც ჩვენ გვაქვს ორ ტრანსფერზე საუბარი, იმედია რომ ამ ორი ტრანსფერიდან ერთ-ერთს მაინც მოკლე პერიოდში დავხურავთ, კიდე შეიძლება იყოს მესამე ტრანსფერიც, უბრალოდ ეს ყველა შემთხვევა განსხვავებულ მიზანს ემსახურება. ანუ ჩვენ ყველა პოზიციაზე გვყავს არა ერთი და ხშირად არა ორი ფეხბურთელი, არამედ უფრო მეტიც. მაგრამ რეალურად ეს ნიშნავს ჩანაცვლების პროცესს, თუ ჩვენ შევძლებთ უფრო მაღალი დონის ფეხბურთელების ჩამოყვანას, ამას აუცილებლად გავაკეთებთ. თუ ეს ვერ მოხდება, ეხლა მოხდება შემდეგ სატრანსფეროზე, თუ შემდეგზეს ვერ შევძლებთ, ამას რა თქმა უნდა არ დავნებდებით და დარწმუნებული და 2-3 წლის მერე ჩვენ განსხვავებული დონის ტორპედოს ვიხილავთ. სეზონი იწყება 3 კვირაში და სავარაუდოდ ახალწეულებიც იქნებიან. თუმცა ამ ახალწეულებს ადაპტაციისთვის ძალიან ცოტა დრო ექნებათ და თქვენ როგორც თქვენი რას ფიქრობთ, ეს შესაძლოა თქვენს პრობლემა იყოს? ჯერა რომ ბევრი მოთამაშე უკვე დიდი ხანია პროფესიონალურ ლიგებშია დაკავებული და იქ აქტიურად ასპარეზობს. შეიძლება ადაპტაციის პროცესში ყველაფერმა დღეიდან ხვალემდე 100%-ით არ იმუშაოს. შეიძლება თამაშის დროს გარკვეულ სპეციფიკურ ეპიზოდებში, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში, ისევ წარმოიქმნას პატარა პრობლემები. თუმცა მე არ ვსაუბრობ დიდ პრობლემებზე, მე ვსაუბრობ პატარა პრობლემებზე. მაგრამ ჯერამ ჩვენი მიდგომით, რაც გულისხმობს სხვადასხვა სათამაშო სისტემების მოქნილად ჩამოყალიბების საშუალებას, ძალიან კარგად ვართ მომზადებულები. ასევე ვფიქრობ, რომ ფიზიკური კონდიციების, ფიზიკური მომზადებისა და გამძლეობის კუთხით გუნდი უკვე ძალიან მაღალ დონეზე ყავს. ასე რომ პირველივე ტურში შეგვიძლია 90 წუთის განმავლობაში ბოლომდე დავიხარჯოთ. პირველი ოფიციალური მატჩისთვის ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვემზადებით. იმის შესახებ დაგვემატება თუ არა კიდევ ერთი ან ორი მოთამაშე, დღეს მხოლოდ სპეკულაცია შეგვიძლია. თუმცა ახლაც გვაქვს გუნდში კარგი ბაზისი, სადაც 14-15 მოთამაშეს აქვს პირველ ლიგაში ასპარეზობის ხარისხი. ამასთანავე გვერდით ახალგაზრდა მოთამაშეებსაც ვზრდით. გუშინდელი თამაშიც ამის დასტურია, სადაც დათო ბუკიამ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. დაცვაში დიდი სიმშვიდე გამოავლინა და თამაშის აწყობისას კარგი გადაწყვეტილებები იპოვა. იქ უკვე გამოჩნდა, რომ ის შეიძლება უფრო მეტი იყოს, ვიდრე უბრალოდ ალტერნატივა გამოცდილი ცენტრალური მცველებისთვის. რომ მითხათ პოზიციები, სადაც ახალი ფეხბურთელები ყველაზე მეტად გჭირდებათ და რაც შეიძლება სასწრაფოდ. ძალიან საინტერესო იქნება, რა პოზიციებზე ჭირდება თქვენი ხედვით გუნდს გაძლიერება. ფიქრობ ეს თავადაც შეგიძლია დაინახოთ. ბიორნ იონსენი წავიდა. ეს ჩვენი იდეა არ ყოფილა. ეს მისი საკუთარი სურვილი იყო. კლუბმა მას ამის ნება დართო, რადგან ფიქრობ მას ქუთაისში ბევრი დამსახურება აქვს. ახლა კი ყავს ერთი მაღალი თავდასხმელი, კარგი სასტარტო სისწრაფით და მას არაფერი არ უნდა დაემართოს. ტრავმა არ უნდა მიიღოს, რადგან სხვა შემთხვევაში ამ პოზიციაზე პრობლემები შეგვექნება. ან მოგვიწევს სრულიად სხვა სათამაშო სტილზე გადასვლა, ორი უფრო პატარა ტანის ფორვარდით და სრულცხრიანით თამაში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე-9 ნომრის პოზიციაზე რაც შეიძლება სწრაფად ვცადოთ კიდევ ვინმეს დამატება. რომ მითხათ ერთი ფეხბურთელი, რომლის წასვლაც ყველაზე მეტად დაგწყვიტათ გული. მითხარი პასუხი. დიახ, იონსენი დანაკლისია, ცალსახად. ასე ვფიქრობ, რადგან ის ძალიან წარმატებული იყო კარის წინ. ასევე გუნდის შიგნით. გასახდელშიც ძალიან კარგ როლს ასრულებდა. დიახ, ჩვენ მას გუნდისთვის დანაკლისად მივიჩნევთ. მაგრამ ახლა ყველას მოეთხოვება, რომ ეს დანაკლისი აანაზღაუროს. მის კვალზე გაიაროს და ეს პასუხისმგებლობა რამდენიმე ადამიანმა გაინაწილოს. შეიძლება უახლოეს პერიოდში კიდევ ვინმეს დამატება შევძლოთ.
kurzer absehbarer Zeit noch jemand dazu zu bekommen. ჩვენ თქვენამდე ვესაუბრეთ მთავარ წელს, რომელსაც ვკითხეთ პოზიციაზე, სადაც ფეხბურთელები ჭირდებოდა, რაც შეიძლება მალე. მან ახსენა, რომ ახლა გუნდი ერთი ცენტრფორვარდით არის და აქვს სურვილი, რომ გუნდმა კიდევ ერთი ცენტრფორვარდი დაიმატოს ბიორიონსენის წასვლის შემდეგ. და სეზონი გრძელია და ერთი ფორვარდის იმედად ყოფნა არ სურს. უნდა ელოდოს თუ არა გულშემატკივარი ცენტრფორვარდის პოზიციაზე სეზონის დაწყებამდე ახალ ფეხბურთელს. კი, არა, ეს როგორ გითხრათ, არის ერთ-ერთი იმ პოზიციათაგანი, რომელიც ძალიან ღიად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ასე ვთქვათ მოკლე სიაშია და ასევე შერჩეულია ორი ფეხბურთელი, რომელთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება, განსხვავებული არჩევანი გვაქვს. გვაქვს არჩევანი ახალგაზრდა, ძალიან პერსპექტიულ და უკვე კარიერის ბოლოსკენ მყოფ ძალიან გამოცდილ ფეხბურთელს შორის. უშინაც გქონდა ამაზე საუბარი, რა მიმართულებით წავიდეთ და ალბათ, რა ვიცი, ამ კვირის განმავლობაში არ არის გამორიცხული თქვენ. ეს ვაბანკი. ბატონო? ეს ვაბანკი თქვენი გასაკეთებელი. არა, მე მწვრთნელს ორივე შევთავაზე და უთხარი, რომ ჩემთვის ორივე მისაღებია. ერთი მისაღებია იმ მხრივ, რომ ეს არის პერსპექტივა, ეს არის მომავალზე გათვლილი, ხოლო მეორე მისაღებია დღევანდელი შედეგისთვის. შესაბამისად, მან უნდა გააკეთოს არჩევანი. არ დაგიმალავთ და ისიც უთხარი, რომ თუ ვიტყოდა, რომ ორივე უნდა, მე ამ გადაწყვეტილებას მარტივად რო გითხრათ მივიღებდი, თუმცა ერთადერთი კითხვა, რაც მექნება, იქნება ის, თუ ორივე ფეხბურთელის დამატების შემთხვევაში რამდენად მიეცემა, ვთქვათ, ახალგაზრდა ფეხბურთელს სათამაშო დრო, ისე რომ არ გამოგვივიდეს ჩვენ რომ მას გზა კარიერის განვითარებისთვის დაუკეტოთ. კითხვა, რომელიც შემდეგი მექნება, შეეხება თქვენ სეზონის ნაწილში, წინა წლის რამდენიმე გადაცემაში ისაუბრეთ და გულშემატკივარი ელოდება ტორპედოში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს. ჯერ მივიღეთ დავით ბუკია, 21 წლიანი ნაკრების ფეხბურთელი. ძალიან ბევრი კითხვა იყო, ხომ არ იცი საქართველოს ნაკრების რომელ ფეხბურთელს იმატებს ქუთაისის ტორპედო. თუ შეიძლება ვთქვათ, რომელ ფეხბურთელს შესაძლოა გულისხმობდით და ხო, არ ვიცი, აი რა ვიცი, როგორი რაღაცა იცი, რომ მე შემიძლია რა თქმა უნდა გითხრა ყველა ფეხბურთელი, ანუ აქ არის 5-6 ფეხბურთელზე საუბარი, ვისთანაც გქონდა საუბარი. უბრალოდ რამდენად სწორია ეს არის ისეთი მომენტი, რომ ცოტა მეხამუშება ამაზე საუბარი, იმიტომ რომ გარკვეულ შემთხვევაში ჩვენ ვთქვით უარი ამ ტრანსფერებზე და ორი გადავდეთ ზაფხულისთვის. ხვდებით, ანუ აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ მე არ მინდა გავაჟღერო ეხლა და მაყურებელმა, რა ვიცი, აიწყოს იმაზე სპეკულაცია, რამდენად ის ფეხბურთელი იმსახურებს ტორპედოს, ან პირიქით ტორპედო რამდენად სწორად იღებს გადაწყვეტილებას, რომ იმ ფეხბურთელზე უარს ამბობს, ხო? ამიტომ რა ვიცი, ესევე რომ დაგიკმაყოფილოთ ცნობის მოყვარეობა, შემიძლია გითხრათ მაგალითად, რომ იყო ფეხბურთელი, რომელთანაც დასრულებული ჰქონდა იმ მომენტისთვის უკვე მოლაპარაკება, არის შოთან ონიკაშვილზე საუბარი და შესაბამისად როგორც ტორპედო, ისე ფეხბურთელი მზად ვიყავით ამ ტრანსფერისთვის. უბრალოდ ტექნიკური მიზეზების გამო ჩაიშალა ეს ტრანსფერი, ამიტომ ვასახელებ სახელდაგვარს, იმიტომ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ მოხდა იმის გამო, რომ ჩვენ უარი ვთქვით ტრანსფერზე და არც იმის გამო, რომ თქვათ ფეხბურთელმა უარი თქვა ტორპედოში თამაშზე. სხვაებს რატო არ ვასახელებ, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებულ მოკლესიაში რამდენიმე ფეხბურთელი იყო და მათ შორის უნდა გაგვეკეთებინა არჩევანი და რა თქმა უნდა, როცა ვამბობთ, რომ საქართველოს ნაკრებში უკვე ნათამაშები ჰქონდათ ამ ფეხბურთელებს, ხადია რომ ეხა გამოთვლადიც არის ეს. შესაბამისად გვარებს უბრალოდ მაგით არ ვიტყვი, რომ არ ჩანდეს თქვათ ვის ვადარებდით ან რაღაცა მსგავსი. ისევ ცნობის მოყოლეობა რომ დაგიკმაყოფილოთ, შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ კიდევ არ ვკარგავთ იმედს საბასაზონოვთან მიმართებაში, რომელსაც შევთავაზეთ და უბრალოდ პირველი პასუხი მისი მხრიდან რაც იყო, რომ ის ეცდებოდა ტოპ 5 ლიგაში დარჩენილიყო და შესაბამისად რამდენიმე დღის წინ კიდე ხელმეორე შეთავაზება გავაგზავნეთ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი აზრით ის არის ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ტორპედოსაც გააძლიერებს და მასაც გამოადგება სათამაშო დრო. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ შემიძლია ღიად ვთქვა, იქიდან გამომდინარე, რომ აქ არ არის არაფერი საწყენი დარწმუნებული ვართ არც საბასთვის, არც არავის სხვისთვის, რომ საჯაროდ ვთქვათ, რომ ჩვენ მასთან მქონდა კომუნიკაცია. თქვენ მიხდით, რომ ჩემი ცნობის მოყოლეობა არა, ხო მე შემიძლია კამერის მიღმა სხვაგვარებიც გითხრათ თქვენ იმ დაპირებით, რომ უბრალოდ რატოც არ უნდა გაჟღარდეს ხვდებით, იმიტომ რომ ხანდახან ეს აზიანებს, აი როგორც იმ ინგლისელი ფეხბურთელების შემთხვევაში იყო. თქვენ წარმოვიდგინეთ, არა მარტო ქართულ, ინგლისურ პრესაშიც დაიბეჭდა სტატიები იმასთან დაკავშირებით, რამდენად უნდა მიდიოდნენ ასეთი დონის ფეხბურთელები ქართულ ლიგაში და გულწრფელად რო გითხრათ, ძალიან უარყოფითი აჟიოტაჟი გამოიწვია. მე რა თქმა უნდა ძალიან შორს ვარ იქიდან რომ ვთქვა, რომ ეხა ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი პრემიერშიპზე უფრო ძლიერი ჩემპიონატია, ამის ილუზია არც ფეხბურთელებს არ ჰქონდათ, მაგრამ ისეთი დამაკნინებელი ეპითეტების მოხსენიება, რაც მე ვნახე
ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის მიმართ, ეგეც მგონია რომ არ არის სამართლიანი, იმიტომ რომ რეალურად ვთვლი რომ საქართველოს საფეხბურთო ქვეყანაა და ის რომ ეხა კრიზისი გვაქვს, ეს არ ნიშნავს იმას რომ არ უნდა ვცადოთ ამ კრიზისის ყველამ ერთად გაერთიანებული ძალებით გამოსწორება, სადაც თქვენს ჟურნალისტებსაც თქვენი ძალიან მნიშვნელოვანი როლი მიგიწვით. დარწმუნებული ვარ და ამას ალბათ ერთად მალე შევძლებ. ხოლმე გამოვარჩევთ რომელიმე ერთ ფეხბურთელს, აი ვისი არ შემდგარმა ტრანსფორმაცია ყველაზე მეტად დაგწყვიტავთ გული. არა, იცით რას გეტყვით, არ ვიტყვი რომ გული დამწყვიტა, იქიდან გამომდინარე ვთვლი რომ ეს არის განვითარების ეტაპი და მე პირიქით ვთვლი რომ მნიშვნელოვანი იყო რომ ჩვენ ეს ვცადეთ, თუნდაც დავინახეთ სად ვართ. ანუ რეალურად პირდაპირ ვთქვა, ჩვენ კარგი გუნდი გვყავს და მჯერა რომ ეს ფეხბურთელები თავისი შეძლების მაქსიმუმს გააკეთებენ. რაც არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ, რა ვიცი, ყოველ 6 თვეში ვეცდებით რომ შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ. ცხადია, მე არ შემილია რაღაცა დაპირება გავაკეთო, რომ უახლოეს 6 თვეში ჩვენ აუცილებლად იმ ეტაპზე გადავალთ, რაც ყველას გვინდა, რომ გქონდეს, რა ვიცი, საქართველოში შესაძლებლობა იმისი, რომ ჩემპიონთა ლიგის დონის კლუბი ჩამოყალიბდეს, განვითარდეს და კლუბები ვიტყოდი, მოდი ესე, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი გუნდის წინსვლა ძალიან რთულია, თუ მას არ ყავს თუნდაც სპარინგ პარტნიორები და ამიტომაც ახლა ძალიან ბევრს ვცდილობ ჩვენ იგივე მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობით, მათთან ამხანაგური თამაშების გამართვით, იცით რომ შარშან ჩვენ სპეციალურად ჩავედით, როცა საქართველოს ნაკრები სომხეთის ნაკრებს ეთამაშებოდა ნოასთან, ეხლა ნოას უნდა ჩვენთან საპასუხო ვიზიტის განხორციელება, მაგრამ უბრალოდ აქ ქონდა დაგეგმილი ჩვენ ჩამოსვლა და შესაბამისად ერთ-ერთი მიზეზი, რატოც ჩამოვედით კვიპროსზე, იყო სწორად ის, რომ ეხლა სომხეთის ჩემპიონატის ლიდერს არარად არმენიასთანაც ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჩამოვაყალიბეთ და თავიდან საერთოდ იგეგმებოდა რამდენიმე ამხანაგური თამაში ერთმანეთთან. უბრალოდ შემდეგ გამოჩნდა დანიური გუნდები, გამოჩნდა სხვა გუნდები და შესაბამისად ჩვენ ვამჯობინეთ, რომ მეტი მრავალფეროვნება შემოგვეტანა ჩვენს მომზადებაში. თუმცა პირდაპირ რო გითხრათ, სწორედაც რომ ამხანაგურ თამაშებშიც ვხედავთ ჩვენ განვითარების შემდეგ ეტაპს და არ გამოვრიცხავთ, რომ შემდეგ ეს ამხანაგური თამაშები რაღაც ტურნირშიც გადავზარდოთ, რომ საერთაშორისო გამოცდილება მეტი მიიღონ ფეხბურთელებმა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე, რომ შესაბამისად ისინი შეჩვეული იყვნენ თუნდაც იმ განსხვავებულ ინტენსივობას, განსხვავებულ წნეხს, რა ვიცი, ჩვენ აქ რამდენიმე თამაშსაც დავესწარით, საერთოდ შედარება არ არის კვიპროსის ჩემპიონატზე ქვედა საფეხურებზე მყოფი გუნდების თამაშზე, გაცილებით უფრო მეტი მაყურებელია და მეტი აქტიურობა, ვიდრე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის თამაშებზე ერთად აღებული. ყველა თამაშზე ერთად აღებული, აქ ერთ თამაშზეა ეგ გარემო და რაც არ უნდა რა ვიცი გულდასაწყვეტი იყოს ეს მაყურებლისთვის, ფაქტი ერთია, მაყურებლის გარეშე ფეხბურთი არ არსებობს და შესაბამისად ჩვენ თუ გვინდა რომ წინ წავიდეთ, ანუ მაყურებელსაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. აი ეს უნდა ყველამ გააცნობიეროს, იმიტომ რომ რა ვიცი, მსახიობი თეატრში მაყურებლის გარეშე ძალიან რთული წარმოსადგენია, ხო? ანუ ვერ მოსთხოვ მას, რომ ისეთივე ემოციით დაიხარჯოს ყველაფერი, ხო, ახლა ემოცია რომ მიგაკ ვიღაცასთან ხო უნდა მიიტანო, არა ის ლამაზი თამაში ხო, იმიტომ გინდა რომ ვიღაცამ ტაში დაუკრას და რაღაცა შენი გვარის შეძახილი გაიგო. ჩვენ სტადიონებზე ძირითადად გინებას ვისმენთ ხოლმე, რაც ასევე გამოსასწორებელი გვაქვს და უარყოფით შეძახილებს, რაც არა მომგებიანია ნამდვილად და ფეხბურთელებზე არ ახდენს დარწმუნებული ვარ დადებით გავლენას. მეგობრებო, ახლა თქვენ უყურებთ დირკ შუსტერის და დავით კერეცელის ინტერვიუს და მინდა შეგახსენოთ, რომ ჯეოთიმის არხის გენერალური მხარდამჭერია ქართველების საყვარელი წყალი ნაბეღლავი, რომელიც საჭირო მინერალებით გვავსებს. სრული 1 წელია რაც საქართველოში ხართ და ძალიან გვაინტერესებს თქვენი გულწრფელი მოსაზრება საქართველოს ჩემპიონატთან დაკავშირებით. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ქართული საკლუბო ფეხბურთის მიმართ ძალიან მცირე ინტერესია. სტადიონებზე ძალიან ცოტა მაყურებელია. არადა ქართულ ლიგაში ბევრი კარგი მოთამაშეა. ხარისხობრივი სხვაობა ამ ლიგაში არ არის ისეთი დიდი, როგორიც ეს სახელებიდან გამომდინარე ჩანს. დიდი სახელები, როგორიცაა თბილისის დინამო, ბათუმის დინამო, ჩვენი კლუბი ტორპედო, ახლა უკვე იბერია და გორი, ეს ის კლუბებია, რომლებსაც ჩვეულებრივ ყოველთვის ცხრილი სათავეში ვხვდებით. Jetzt auch Iberia und Gori, das sind schon Vereine, die
normal immer wieder oben zu finden sind, aber die anderen მაგრამ სხვებმაც ფიქრობ ამ პატარა კლუბებმა ბევრი რამ აინაზღაურეს და სხვაობა დანარჩენებთან შეამცირეს. verkleinert. თუ დაუკვირდებით, რამდენად ბევრი შედეგი იყო გასულ სეზონში მინიმალური სხვაობით 1-0, 2-1, ხშირი ფრე. ძალიან ცოტა იყო ისეთი მატჩი, სადაც სხვაობა 3-4 გოლი იყო, რაც გარკვეულ თანაბარ ძალებზე მეტყველებს. ჯერა რომ თუ ქართულ საკლუბო ფეხბურთში მეტი ეიფორია შევა და კლუბების მიმართ ინტერესი გაიზრდება, სტადიონებზე ატმოსფეროც უკეთესი იქნება. მიზანი უნდა იყოს ისეთივე გარემოს შექმნა, როგორც ეროვნული ნაკრების თამაშებზე. როცა საქართველოს შინ თამაშობს, ეროვნული ნაკრების მატჩებზე სტადიონი თითქმის ყოველთვის სავსეა. ჩვენ თავად ნახეთ. გონი ერთა ლიგის კვალიფიკაცია იყო სომხეთში. ერევანში ხალხის 50% ქართველი იყო. უამრავი ქართველი წავიდა სომხეთში თამაშის სანახავად და სტადიონი სავსე იყო. სწორედ ამას უსურვებთ საკლუბო ფეხბურთსაც. მინდა გავაჟღერო ფაქტი, რომელთაც ხშირად ვისმენ ტორპედოს გულშემატკივრებისგან. ისინი უკუაყოფილო არიან იმით, რომ თუნდაც საქართველოს ჩემპიონატით ტორპედო თამაშობს საკმაოდ დაცვიდან და ხშირად მეორე ნომრად. თუ შეიძლება გითხრათ, რატომ ხდება ეს ასე, ან შეიძლება გითხრათ, რომ ამ მოსაზრებას არ ეთანხმებით. დაცვა თამაშის ერთ-ერთი ნაწილია. ერთმა ძალიან დიდმა მწვრთნელმა ერთხელ თქვა: შეტევაში იგებენ ბრძოლებს, ხოლო ომებს იგებენ დაცვაშიო. ფიქრობ ამაში დიდი სიმართლეა. პირველ რიგში საჭიროა უსაფრთხოების განცდა და ამ დაცვითი სტაბილურობიდან კარგი შეტევის წამოწყება სწორი პოზიციონირებით, მაღალი ტემპითა და კარგი გადასვლებით. ამისთვის შესაბამისი მოთამაშეებია საჭირო. სეზონის პირველ ნახევარში ბევრი მოთამაშე ყავდა, ვისაც ბურთი ფეხში უნდოდა და ნაკლებად დარბოდნენ სიღრმეში. წინ ნაკლებს ისწრაფეს გთავაზობდნენ. დაცვის ხაზში მამადუ სახვასა და საბა გრიკველიას სახით ორი ისეთი მოთამაშე ყავდა, რომლებსაც დაბალი სისწრაფე ჰქონდათ. აქ ორი გზაა. ან მიდიხარ დიდ რისკზე, ცდილობ ითამაშო ძალიან მაღლა, პრესინგით და მთელი ბლოკი შენი ნახევრიდან მეტოქის ნახევარზე გადაიტანო. ამ დროს ბოლო ხაზბიღმა მეტოქეს დიდი სივრცე რჩება. თავიდან ასე ვაკეთებდით და მეტოქე ყოველთვის ტოვებდა ერთ სწრაფ მოთამაშეს ცენტრალურ ხაზთან, რომელსაც ბურთს თავზე უგდებდნენ და ბევრ სახიფათო მომენტს გვიქმნიდნენ, რადგან ორი ნელი მცველი ყავდა. ეს იყო პრობლემა. ახლა ეს სიტუაციები და პოზიციები ცოტა შევცვალეთ და პირდაპირ სხვა სათამაშო სტილზე გადავედით, რამაც თამაში ბევრად მიმზიდველი და სახიფათო გახადა. გატანილი გოლების რაოდენობა სეზონის მეორე ნახევარში პირველთან შედარებით ბევრად უკეთესი იყო. ხშირად თუ წინა სეზონში გავეცნობოდით ტორპედოს გულშემატკივრების მოსაზრებებს, ხშირად წუხილს გამოთქონდნენ იმის გამო, რომ მათ სურდათ ტორპედოს პირველ ნომრად ეთამაშა და ამას ვერ ხედავდნენ, გუნდი ხშირად დაცვიდან თამაშობდა მეორე ნომრად. ამაზე ჩვენ მთავარ წუთანაც ვისაუბრეთ. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას, რომ ტორპედოს წინა სეზონის სტილი არ იყო ის, რაც თქვენ გინდათ რომ გენახათ? კი, ამაზე ხო ნაწილობრივ ვისაუბრეთ კიდეც. ანუ ნახეთ, ძალიან საინტერესო დაიწყო სეზონი, ხო? ანუ პირველი თამაშები, გუნდმა ძალიან შემტევი ფეხბურთი ითამაშა და ფაქტიურად ვერც ერთი თამაში ვერ მოიგო. ანუ რეალურად ამან დგან ბუნებრივია დირკ შუსტერის ტვინში გარკვეული სიფრთხილის ნატურა ანთო. რაც მე ხა კარგად მახსოვს მაგალითად ქუთაისში თელავთან თამაში, სადაც კარში დარტყმების თანაფარდობა იყო 27-2-ზე. და მატჩი დამთავრდა 1-2 თელავის სასარგებლოდ, ხო? თქვენ შეიძლება თქვათ, რომ ეს იყო უბრალოდ გამართლება, მაგრამ მე არ ვაყნინებ არანაირად ამ შემთხვევაში თელავის გამარჯვებას პირიქით. მათ თავიანთი შანსები 100%-ით გამოიყენეს და ეხა პროცენტი რო გამოვთვალოთ, ჩვენ ცოტა დრო დაგვჭირდება, მაგრამ მოდი რბილად რო თქვათ, ბაისტაბეთ, კარგი პროცენტი გარდასახვის 27-დან 1 არ არის, ხო? ეს, რა ვიცი, უიღბლობა იყო თუ წარუმატებლობის რაღაცა სხვა ფაქტორები მუშაობდა, უბრალოდ შემდეგ მან თამაში დაცვით უსაფრთხო ტაქტიკაზე გადააწყო. რა თქმა უნდა, თქვენ შეიძლება მითხრათ, რომ იგივე წინა კლუბებში მათ ძირითადად ისეთ გუნდებთან უხდებოდა მუშაობა, სადაც უწევდა თამაში. ეხა პირველ თქვათ ბუნდესლიგაში ახალი ამოსული გუნდი ბაიერნს რო პირველ ნომრად წესით არ უნდა ეთამაშოს, არც დორტმუნდს და არ ვიცი, თუნდაც ნებისმიერ სხვას.
ეს გასაგებია, თუმცა ეს მომენტი არ ქონია მას, რომ აქაც აუცილებლად მეორე ნომრით უნდა ეთამაშა ყველასთან. უბრალოდ ნახეთ, იონსენთან მიმართებაში გითხარით ეგ და თავიდან გავიმეორებ, რეალურად პრაგმატული, მარტივი პრინციპი აირჩია, ანუ მინიმალური რისკით დაცვისთვის. როცა გძელი პასი მიდიოდა ბურთი იონსენზე, ალბათობა რომ საფრთხე შექმნოდა საკუთარ დაცვის განლაგებას, იყო 0-2. მოგწონდა ეგ, აგერ თქვენ კითხვიდანაც ჩანს, რომ არავის არ მოწონდა. შესაბამისად, არ უნდა გვიკვირდეს, რომ აღარ არის ეგ კონფიგურაცია ტორპედოში და სხვა ტიპის თამაშის თამაშს ვაპირებთ. რამდენად ეს მოგვეწონება? მე მაქვს იმედი რომ მოგვეწონება, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, შეიძლება წლის ბოლოს დავუჯდეთ ჩვენ და ვთქვათ, რომ შეცდომა იყო და ყოფილიყო იონსენი კიდევ ერთი წელი ტორპედოში და შესაბამისად კიდევ ერთი წელი გაბრაზებულიყო გულშემატკივარი იმაზე, რომ სანახაობა არ მოწონს, იქნებ შედეგი უკეთესი ყოფილიყო. აუცილებლად მინდა გკითხოთ ქვეყნის ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტზე, ანდრია ბართიშვილზე, რომელიც ჩემი ინფორმაციით ტორპედოსაც ჰქონდა სურვილი ამ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმების და საბოლოოდ კარიერას იბერიაში გააგრძელებს. თუ შეძლებთ ამ შესაძლო ტრანსფერზე უფრო მეტი მოგვიყვეთ, თუ გქონდათ აქტიური საუბრები მის წარმომადგენელთან და რატომ შესაძლოა ის ვერ წამოვიდა ქუთაისის ტორპედოში? ხო, გულწრფელად რო გითხრათ, სათამაშო დროის თემა იყო, რამდენად მივცემდით ჩვენ სათამაშო დროს, იმიტომ რომ ბუნებრივია ესეთი ტალანტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ მან ითამაშოს. მე ვფიქრობ, რომ დღეს ის უფრო მეტ სათამაშო დროს იბერიაში მიიღებს, ვიდრე მიიღებდა ტორპედოში. აქედან გამომდინარე, ძალიან გულწრფელად რო გითხრათ, ჩემთვის მნიშვნელოვანია ფეხბურთელის განვითარებას და მისი კარიერაც, ხო? აქედან გამომდინარე, არ ვიქნებოდით ჩვენ სამართლიანი, რომ ანდრია მოგვეყვანა და სკამზე ყოლოდა. და მიგვეცა გაცილებით უფრო ნაკლები სათამაშო დრო, ვიდრე ეს მან შეუძლია იბერიაში კონდეს. ამით არის განპირობებული იგივე იბერიაში ჩვენი ორი ფეხბურთელის გადასვლაც, ხო? ანუ გახსნათ რომ გითხრათ, ახლა რა ვიცი, არც პაატა გუდუშაური ნამდვილად და არც ბიზინაშვილი არ არიან ის ფეხბურთელები, რომელიც იბერიას არ გააძლიერებენ. პირიქით, მე მგონია რომ ისინი იბერიას გააძლიერებენ და რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, მე მინდა რომ იბერია იყოს ძლიერი, იქიდან გამომდინარე რომ გჭირდება ძლიერი ოპონენტები ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, როცა იცი რომ შენ მაგალითად იმ კონკრეტულ პოზიციაზე გიორგი არაბიძეზე აკეთებ აქცენტს, ხო? ანუ პაატასთან ბოლომდე გულწრფელი უნდა იყო და უნდა იცოდე, რომ შესაბამისად ესეთი დონის ფეხბურთელი ჩემთვის კომფორტია, მაგრამ არ მინდა რომ სკამზე იყოს. მოდი ესე ვთქვათ. ამიტომ შესაბამისად არჩევანი ხშირად კეთდება და ეს მარტივი არ არის, მაგრამ უნდა გააკეთო. ანალოგიურად ბიზნესშულთან მიმართებაშიც ის წელიწადნახევარი იყო ტორპედოში და რეალურად მას ის სათამაშო დრო არ ეძლეოდა, რომელსაც ის სავარაუდოდ ამ პერიოდში იმსახურებს და მიიღებს სხვა გუნდისგან. აქედან გამომდინარე, მასაც მოქმედი კონტრაქტი ჰქონდა ბუნებრივია და, რა ვიცი, მე მას ძალიან ღიად უთხარი, რომ თუ ნამდვილად წავიდოდა იბერიაში, ამ შემთხვევაში შევწყვეტდით კონტრაქტს, წინა ამ შემთხვევაში თუ რაღაც ყირგიზეთში უნდა გადასულიყო, არანაირი ინტერესი არ მექნებოდა მისთვის ხელი შემეწყოდა ყირგიზეთში კარიერის გაგრძელებაში დავხმარებოდი. ამიტომ მე მქონდა იბერიას ხელმძღვანელობასთანაც ამაზე საუბარი და რომ დავრწმუნდით, რომ რეალურად მისი ტრანსფერი იბერიაში ხდებოდა, ჩვენ კონტრაქტის შეწყვეტას მოვაწერეთ ხელი. აი ეს მინდა რომ კარგად აღიქვას გულშემატკივარმა, შეიძლება ძალიან უცნაურად ჟღერს ეს, მაგრამ ჩვენ თუ ლიგის დონე არ ავწიეთ ყველამ ერთად, ხო? ანუ ვერც ერთი ცალკე აღებული გუნდი იმ შედეგს ვერ დადებს, რაც ჩვენ ყველას გვინდა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მალე მოგვარდეს პრობლემები ბათუმში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის დინამო დაუბრუნდეს ჩემპიონატს ისეთი ძალით, რაც ჩვენ ყველას გვინდა. და ნამდვილად გულდაწყვეტით ვამბობ, რომ ზაფხულამდე ბანი არ მოიხსნა, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ბათუმის დინამოს მიცემოდა საშუალება სრულფასოვნად ჩართულიყო თავიდანვე, თუნდაც საჩემპიონო რბოლაში. შემდეგ თქმა იქნება ფეხბურთელების კონტრაქტებთან დაკავშირებით, ხშირად საქართველოში ისეა, რომ ფეხბურთელთა მოლაპარაკებებს იწყებენ მაშინ, როცა უკვე კონტრაქტის მიწულს არიან ფეხბურთელები მისული და ამის გამო პრობლემა ექნებათ კონკრეტულ კლუბებს შემდეგ ფეხბურთელის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. თუ შეგიძლიათ გითხრათ, ხომ არ არიან გუნდში ფეხბურთელები, ვისთანაც უკვე დაწყებული გაქვთ მოლაპარაკება კონტრაქტის გახანგრძლივებაზე? ხო, არა, ეხაც რამდენიმე ფეხბურთელს კონტრაქტი გაუხანგრძლივეთ და თქვენ წარმოიდგენთ ისეთ ფეხბურთელებსაც კი, რომელსაც მომავალ წლის ბოლოს ეწურებოდათ კონტრაქტის ვადა. უბრალოდ რა არის ტორპედოში ეს საკითხი ესე მწვავე და არ დგას, იმიტომ რომ ძირითადად ფეხბურთელებს 60 წლიანი კონტრაქტები აქვს და ძალიან იშვიათია რომ უფრო მოკლე იყოს. თუ უფრო მოკლე კონტრაქტი ეს არის სისტემა 2+1 UEFA-ს რეგულაციების დაცვით, სადაც მესამე წელს ჩვენ ვიტოვებთ ოფციას გაგრძელების ხელფასის 25%-იანი მატების დაპირებით. ამიტომ ამ პრობლემას რა ვიცი ღიად გეტყვით რომ მე არ ვხედავ.
მანამდეც არაერთხელ მithkoms და ეხაც გეტყვით რომ როგორც წესი ტორპედოდან წასვლა არავის არ უნდა და იგივე ახლა ბიორნ იონსენის შემთხვევაც რო წარმოიდგინოთ, მას კიდე ერთი წელი ჰქონდა კონტრაქტი და შესაბამისად უბრალოდ ორივე მხარე ვიყავით დარწმუნებული რომ ეს იყო მისი მხრიდან სწორი ნაბიჯი, თორემ აყურებელს გაუკვირდება, ახლა წარმოდგენა აქვს რომ საუდის არაბეთში წავიდა უკეთეს პირობებზე, ის იქ 10,000 ნაკლებ ხელფასს მიიღებს ვიდრე იღებდა ჩვენთან. ანუ ნახეთ ესე იგი რაღაცა სხვაშია მიზეზი, ამიტომ ვეუბნები მაყურებელს, რომ მათაც გააცნობიერონ, რომ რეალურად ხანდახან, ასე ვთქვათ, კულისებს მიღმა საინტერესო პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ არა ისეთი, რომ ეს გარეთ არ გამოვიტანოთ და ადამიანებმა არ გაიგონ ამის შესახებ. ანუ ეს იყო პრაგმატული გადაწყვეტილება, რომელიც ორივე მხარეს ჰქონდა გაცნობიერებული. მას ჰქონდა თქვენ წარმოიდგინეთ გამოსყიდვის ოფცია ჩადებული და შესაბამისად მარტივად რო გითხრათ ჩვენ მოვილაპარაკეთ, რადგან ორივე მხარის ინტერესი იყო, რომ ამ გამოსყიდვის ოფციის ნახევარი ანაზღაურებული იყო და ისასულიყო. ხდებით, ანუ აქედან გამომდინარე, აქ არ ყოფილა ის, რომ რომელიღაცა ფეხბურთელი ჩვენ დავკარგეთ. ვიცი თუ ეხა თქვენ ახსენეთ, რომ რამდენი ფეხბურთელი წავიდა, იგივე საბა კვერკველიას შემთხვევაში საბა ძალიან ღირსეული და კარგი ფეხბურთელია და მე დარწმუნებულია რომ მისი კარიერა სხვაგან უკეთ აეწყობა. უბრალოდ არ მოხდა მისი და სამწვრთნელო გუნდის შეთამაშება და შესაბამისად მას არ ეძლეოდა სათამაშო დრო და რეალურად ასეთი დონის ფეხბურთელი ყავდეს სკამზე, არც ფეხბურთელისთვის არ არის მისაღები და მით უმეტეს კლუბისთვის, იმიტომ რომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ ძირითად ბირთვზე, ხო, ის ძირითადი ბირთვი უნდა იყოს ერთ ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, რომელიც სათამაშო დროს იღებენ. და არც ერთი ფეხბურთელი, რომელიც სათამაშო დროს არ იღებს, ხო, ის გუნდში კმაყოფილი არ არის და რბილად რო გითქვათ, არც გასახდელში არ არის ყველაზე რომანტიული ადამიანი. ამ შემთხვევაში საბას არ გულისხმობს, საბა პირიქით მაქსიმალურად კომფორტული იყო გასახდელში და ცნუნებაც კი იყო, რომ დაგვეტოვებინათ ჩვენ კიდე ერთი წელი, მაგრამ რეალურად ისევ და ისევ ჩემი აზრით ორივე მხარის ინტერესების აწონ-დაწონვის შედეგად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ იყოს სწორი. გუნდში დაბრუნდა გიორგი არაბიძე, რომელიც სამხრეთ კორეაში წასვლამდე იყო საქართველოს ჩემპიონის საუკეთესო ფეხბურთელი. ძალიან გვაინტერესებს თქვენი პასუხი, რა კონდიციაში დაბრუნდა და თუ უყურებთ მას გადამწყვეტ ფეხბურთელად ახალ სეზონში ქუთაისის ტორპედოსთვის. მას შეუძლია ჩამოყალიბდეს საკვანძო მოთამაშედ. თუმცა მეორე მხრივ, მას 13 თვე არ უთამაშია. ნაკლები გუნდური ვარჯიში ჰქონდა და ჩვენს პირველ დღეს თუ შევაფასებთ, მას სხვა მოთამაშეების დონემდე მისასვლად უზარმაზარი პოტენციალი სჭირდებოდა. მისი ფიზიკური მდგომარეობისა და ფიტნესის გამო ის საგზავნოდ ჩამორჩებოდა სხვებს. თუმცა ის ყოველ ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯება. ზღვარზე გადის და ცდილობს ეს ნაპრალი შეამციროს. bedeutend hinten dran waren. Quält sich aber in jedem Training, geht an die Grenze und versucht diesen Spalt kleiner zu machen. ეს დღესვე და ხვალვე არ მოხდება. ის პირველივე თამაშებში არ იქნება მხსნელი, რომელიც მეტოქეს 90 წუთის განმავლობაში მარტო მიაჭედებს კედელს. რაც ისედაც შეუძლებელია გუნდურ სპორტში. თუმცა მასზე ცოტა ასეთი წარმოდგენა შეიქმნა, რომ თითქოს მას მარტო შეუძლია მატჩების ბედის გადაწყვეტა. მაგრამ ჩვენ მას ისეთ ფიზიკურ კონდიციებში ჩავაყენებთ, რომ მიეცა საშუალება წუთობრივად სულ უფრო მოუმატოს. გუშინ მან უკვე 60 წუთი ითამაშა, მანამდე იყო 45 წუთი. როცა ის ამ კონკურენციას გუნდის შიგნითაც მიიღებს და თავს დაიმკვიდრებს, ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება. მაგრამ იქამდე ჯერ კიდევ გარკვეული გზაა გასავლელი. და შემდეგ კითხვა იქნება ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელზე გიორგი კოხრეიძეზე. წინა სეზონიდან გამომდინარე ისე ჩანს, რომ თითქოს მასთან საერთო ენა ვერ იპოვეთ. როგორია მისი როლი ახალ სეზონში გუნდში? ჩვენ ორს შორის კომუნიკაციის მხრივ პრობლემა არ ყოფილა. ყველაფერი რიგზე იყო. ის იბერიადან ტორპედოში გადმოსვლის შემდეგ საუკეთესო კონდიციებში არ იმყოფებოდა. მას მხრებზე დიდი ტვირთი აწვა. სეზონის საუკეთესო მოთამაშის სტატუსი. ბევრი გატანილი გოლი. ლიდერობა იბერიაში. ამ ყოველფრის პირდაპირ ტორპედოზე გადმოტანა კი არ გამოვიდა. ეს მას აფერხებდა და მის მოქმედებებზე კარგად არ ისახებოდა. მას ბევრის მიღწევა, ბევრი რამის გადაწყვეტა და მაღალი ხარისხის ჩვენება სურდა. რის გამოც ზედმეტი წნეხის ქვეშ მოექცა და დაიძაბა.
რამდენჯერმე ვცადეთ მასთან დალაპარაკება და გზების ჩვენება. მოეხსნა ეს წნეხი, ეთამაშა ჩვეულებრივი, მარტივი ფეხბურთი. კარგად ემოძრავა თავის სივრცეებში და დაცვაში დახმარებოდა გუნდს. დანარჩენი კი თავისით მოვიდოდა. თუმცა გასულ სეზონში ეს ისე არ ამუშავდა, როგორც ჩვენ ან თავად მას სურდა. მაგრამ ახალი სეზონის მოსამზადებელი ეტაპის დაწყებიდან მან თითქოს გადამრთველი გადაწია. ყველაფერი ნულიდან დაიწყო და დღემდე იბრძვის გუნდში ადგილის დასამკვიდრებლად. ის ბოლომდე იხარჯება და იცის, რომ თამაშისთვის შედეგი უნდა აჩვენოს. ამის მაგალითია ლინგბისთან და გუშინდელი მატჩები. ის სრულიად შეცვლილი მოთამაშეა, რომლის ცნობაც კი რთულია. გუშინ დაცვაშიც კარგად იმუშავა. წინაც კარგი მომენტები ჰქონდა და ბევრი ირბინა. ეს იმპულსი მისი შინაგანი სამყაროდან წამოვიდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობდით სიტყვებით მის დახმარებას, მაგრამ თვითმოტივაცია ყოველთვის ადამიანის შიგნიდან უნდა მოდიოდეს. და მგონია, რომ მან ეს იპოვა. ახლა ის ძალიან სწორ გზაზეა. დირ შუსტერზე მექნება ეკითხვა, თქვენი ნდობა მის მიმართ რამდენად მყარია, გულისხმობ იმას, რომ თუ იაზრებს მწვრთნელი, რომ ის წელს აუცილებლად შედეგს ითხოვს, პირველი წელი იყო შეგუების ადაპტაციის, თუმცა წელს თუ ისაუბრეთ, რომ მას შეცდომის უფლება აღარ აქვს უკვე და გინდათ რომ ტიტულები მოგვიტანოს გუნდს. ხო, რა არის ეს მასაც კარგად ესმის, ის კი არა მეხუმრობით ისიც მაქვს ნათქვამი ფეხბურთელებისთვისაც და მწვრთნელისთვისაც, რომ თუ ეს წელი წარმატებული არ იქნება, დიდი ალბათობით მეც აღარ მომიწევს ქუთაის ტორპედოში დარჩენა და მომიწევს სხვა ქართულ კლუბში გადასვლა თქო, პროექტს რა თქმა უნდა ვერ გავაჩერებთ, იმიტომ რომ გრძელვადიანი პროექტია New Vision-ისთვის ფეხბურთში ყოფნა და ფეხბურთის განვითარება საქართველოში, ამიტომაც არის რომ ჩვენ სხვა კლუბებთანაც თანამშრომლობითი ურთიერთობა გვაქვს, ხელსაც უწყობთ, სადაც შეგვიძლია იგივე ჩვენთან ინტერის აკადემიაში რომ ნახოთ ყოველთვის რამდენიმე გუნდი ვარჯიშობს, არ არის ეს შაკეტილი სისტემა და მე მგონია რომ კარგად უნდა გქონდეს გაცნობიერებული რომ თუ ლიგის დონე ერთიანად არ ავწიეთ ჩვენ ქართული ფეხბურთის განვითარება ვერ მოხდება. ეს ნაწილობრივ ხუმრობით ეხლა მე არანაირ სურვილი არ მაქვს ბუნებრივია ქუთაის ტორპედოს დატოვების და მაგალითად სხვა რომელიმე გუნდში მაგალითად თბილისის დინამოში გადასვლის, რასაც კენაც ხშირად მომიწოდებენ, ხო? იმიტომ რომ თბილისელი ვარ და ბუნებრივია ადამიანებს უჩნდებათ განცდა, რომ რა უნდა თბილისელს ქუთაისში, ხო? ხა თბილისელების და ქუთაისლების განსაკუთრებული სიყვარულის მიუხედავად ეს ხშირად არ აღიქმება სწორად, მაგრამ მოდი ვთქვათ ესე, სეზონის ბოლოს აუცილებლად მექნება მე შეხვედრა გულშემატკივართან, შევაჯარებ წელს და ერთად გადავწყვიტავთ, ვაგრძელებთ თუ არა ამ პროექტს და რა მიმართულებით, ხო? კიდევ ერთხელ ამბობ, რომ დღეს მე მჯერა, რომ 2-3 წლიან პერიოდში ტორპედო იქნება სტაბილურად ევროტურნირებისთვის მზად და ალბათ 5-6 წელი დაგვჭირდება ჩემპიონთა ლიგამდე. ახლა რა კითხვა, ცოტა ძალიან კონკრეტული კითხვა, თუმცა ძალიან მაინტერესებს პასუხი გერმანელი მწვრთნელისგან. თუ გეტყვით ერთ ფეხბურთელი აირჩიოთ, ვინც მისი სამუშაო ეთიკით და პროფესიონალიზმით გაგაკვირვათ, ვის უპასუხებდით? თუ არის გუნდში რა თქმა უნდა ესეთ ფეხბურთელი. ჩვენი ყველაზე პროფესიონალი მოთამაშე მამუჩაშვილია. არ მგონია ამით ვინმე გაუცდეს. როცა ხედავ როგორ უდგება ის თავის საქმეს, ყოველთვის პირველი მოდის, დამატებით ვარჯიშობს დარბაზში, უფრთხილდება სხეულს, კვებას, მუშაობს ფიზიოთერაპევტებთან. ნებისმიერმა ახალგაზრდა მოთამაშემ ის მაგალითად უნდა აიყვანოს. თუ იმ პროგრამის ნახევარს მაინც შეასრულებენ, რასაც მამუ ყოველდღიურად აკეთებს, დიდი ალბათობაა, რომ ფიზიკურად ისეთივე ძლიერები და ინტენსიურები იქნებიან, როგორიც ის. და ბოლო შეკითხვა, თქვენი მესიჯი ტორპედოს გულშემატკივარს გრძელი სეზონის წინ. ჩვენ ნამდვილად გსურს სატურნირო ცხრილის სათავეში ყოფნა და ჩემპიონობისთვის ბრძოლა. ყოველთვის გავაკეთებთ გულშემატკივრების გასახარებლად. ვიცით, რომ ყველაფერი ყოველთვის იდეალურად ვერ იქნება, მაგრამ გვინდა კარგი თამაში ვაჩვენოთ და დიდი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. მათ შორის რთულ მომენტებშიც. გულშემატკივრებს შემიძლია უთხრა, რომ გუნდი ყველა მატჩი მაქსიმალური შედეგისთვის იბრძოლებს. რათა თამაშის შემდეგ სარკეში ჩახედვისას თქვათ, რომ ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად.
um dann auch nach dem Spiel in den Spiegel zu gucken und zu sagen, wir haben alles versucht. ხანდახან იღვალით საჭიროა. in dieses Spiel hinein. ხანდახან მსაჯით შეიძლება არ იყოს შემხარეს. მაგრამ როცა საკუთარ პერფორმანსი მაქსიმალურად ზრუნავ, ეს ადრე თუ გვიან ფასდება. იმედი მაქვს მომავალ წელს ეს ხშირად მოხდება. თქვენი მესიჯი ტორპედოს გულშემატკივარს 2021 წლის სეზონის დაწყებამდე. ხო, იცით რა არის შარშან ჩვენ ფეხბურთელებთან, გულშემატკივრებთან და კლიენტად ტორპედოს მომავალი დღით დაინტერესებული ადამიანებთან ერთად რამდენიმე სლოგანი ავარჩიეთ, რომელიც თუ მიაქციეთ ყურადღება შენგელი არენაზე, ეგრეთ წოდებულ მორბენალ სტრიქონებზეც ჩნდება ხოლმე, ხო? ანუ ერთ-ერთი მათგანია აქ და ახლა ერთად, ანუ რეალურად ჩვენ ერთად შეგვიძლია. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ შევინარჩუნებთ ერთიანობას და ყველა თავის გასაკეთებელს მაქსიმალურად გააკეთებს, ხო? შედეგიც იქნება თუ გულშემატკივარი მაყურებლიდან გადმოვა გულშემატკივრობის ტალღაზე და ეხლა მე ვთვლი რომ ტორპედოს ძალიან ცოტა გულშემატკივარი ყავს სამწუხაროდ, ბევრი ყავს შედარებით მაყურებელი სხვა კლუბებთან შედარებითაც კი, მაგრამ გულშემატკივარი რეალურად არის ძალიან ვიწრო წრე ადამიანებისა, რომლებიც მართლა რა ვიცი, წვიმაში, ქარში გუნდთან ერთად არიან და ხშირად რა ვიცი, შეხვედრებს მართავთ ჩვენ და იქ მოდიან და თავიანთ გულის ტკივილს გვიზიარებენ, ხშირად დისტანციურადაც გამოხატავენ პოზიციას და მაქსიმალურად აქტიურად არიან ჩართული. უბრალოდ ერთი ფაქტორი და აი ეს კითხვა რომ დამისვით, რატომ მაგალითად ჩაიშალა, ხო, იგივე ბრიტანელი ფეხბურთელების ტრანსფერი, იყო მათ მიერ გაკეთებული ანალიზი სოციალური მედიის. და შესაბამისად სოციალურ მედიაში მათ დაინახეს ძალიან უარყოფითი ფონი და მათ გაუშვათ განცდა, რომ ეს ის გუნდი არაა, სადაც მათ უნდა რომ იყვნენ. 21 საუკუნეში ინფორმაცია ძალიან მარტივად ხელმისაწვდომია და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვიღაცამ უბრალოდ გული მოიფხანოს და რაღაცა დაწეროს, ხო? და გონია, რომ ქართულად დაწერილ ტექსტს ვერავინ ვერ ნახულობს, მერწმუნეთ ფეხბურთელებიც ხედავენ ამას, მწვრთნელებიც იგებენ და მომავალი ტრანსფერებიც ხშირად ამის გამო ჩერდება. თუ გვინდა შედეგი აქ და ახლა ერთად უნდა გავაკეთოთ საქმე და ყველაფერი აუცილებლად გამოვა. ესეც ასე მეგობრებო, ჩვენი სიუჟეტი ქუთაისის ტორპედოს შესახებ დასრულებულია. მოისმენთ გუნდის პრეზიდენტის დავით კერესელიძის პასუხები ჩვენს კითხვებზე და ასევე უსმენთ გუნდის მთავარწმუნს დირკ შუსტერს. მადლობა რომ იყავით ჩვენთან და იმედია მოგეწონათ ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივრებო ეს ვიდეო. გთხოვთ მოიწონოთ, დაგვიტოვოთ კომენტარები. გამოიწეროთ ჩვენი არხი, ვისაც ეს აქამდე არ გაეკეთებიათ და ველოდებით თქვენს კომენტარებს განვიხილოთ როგორ სეზონს ველოდებით თქვენი გუნდისგან და დაგვიწერეთ მოგეწონათ თუ არა ეს ვიდეო. მადლობა და მომავალ შეხვედრამდე.